ნიუ-იორკის დროით ახლა დილის 7 საათია. რამდენიმე საათში აქ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა ოფიციალურად დაიწყება. დღის ბოლომდე კი დაახლოებით $1 ტრილიონამდე ოპერაციები განხორციელდება. მსოფლიოს პირველი ფინანსური ცენტრი, ისევე როგორც სხვა დღეებში, დღესაც საფინანსო ისტორიას დაწერს, ოღონდ ერთი განსხვავებით. ეს ქალაქი დღეს TBC-სგან მომავალ 5 წლიან სამოქმედო გეგმას მოისმენს. ამ კარს მიღმა ეხლა ასობით ინვესტორს ერთი საკითხი აინტერესებს. როგორი იქნება მომდევნო 5 წლის განმავლობაში TBC? დავასწრებ და გეტყვით, მომხმარებელზე ორიენტირებული. თუ ახლა თქვენ ამ სიუჟეტს უყურებთ და TBC-ის მომხმარებელი ხართ, ზუსტად იცოდეთ, რომ მომდევნო წლები იმაზე ფიქრს დაეთმობა, თუ როგორ გაგიმარტივდეთ ცხოვრება და როგორ იყოს სერვისები უფრო მოქნილი, რა თქმა უნდა, ბანკთან ურთიერთობის ნაწილში. თუ ბოლო კვლევებს გადავხედავთ, ნახავთ, რომ ადამიანები ახალ ტექნოლოგიურ პროგრესს პირდაპირ ხელოვნურ ინტელექტს უკავშირებენ. მაგალითად, Pew Research Center-ის კვლევები აჩვენებს, რომ AI გახდა ტექნოლოგიური პროგრესის სიმბოლო. ეს ახალი ეპოქის ციფრული გონება, რომელიც ფინანსურ სექტორში გადაწყვეტილებებს მილიწამებში იღებს, მალე TBC-შიც აქტიურად დაინერგება და მომხმარებლის ყოველდღიურობას გაამარტივებს. ჩვენი მისია არის გაუმარტივოთ ადამიანების ცხოვრება და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მომავალი 3-5 წლის განმავლობაში გავაგზავნებთ ამას ორ ჩვენ უმთავრეს ბაზარზე, რომელიც არის საქართველოს და უზბეკეთში. რას ნიშნავს ეს საქართველოში? მომავალი 3 წლის განმავლობაში ჩვენ უფრო მეტად უფრო დიჯიტალური გავხდებით, უფრო სივრცული კომპანია გავხდებით, გაცილებით უფრო მეც გავაკეთებთ AI-ის მიმართულებით, რაც ჩვენი აზრით ჩვენს მისიასთან TBC-ს საქართველოში კიდევ უფრო დაახლოებს. მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი თავარი ფოკუსი და პრიორიტეტი იქნება მომხმარებლებთან ახლოს ყოფნა. რაც რაში გამოიხატება. ერთის მხრივ ჩვენ გვინდა რომ მაქსიმალურად კარგად ვიცნობდეთ და ვიგებდეთ მათ საჭიროებებს და მეორეს მხრივ ტექნოლოგიების და დატა ანალიტიკის საფუძველზე ასევე წინასწარ ჭრეტავდეთ იმ საჭიროებებს, რაც ჩვენ კლიენტებს გააჩნიათ და ამის საფუძველზე შემდგომ ვაწოდებდეთ ინოვაციურ და ახალ სერვისებს და პროდუქტებს. ეს იქნება ჩვენი განვითარების და ზის მთავარი მამოძრავებელი ძალა მომდევნო წლების განმავლობაში. ეს თავარი გზავნილები დღეს ასობით ინვესტორმა City ბანკის სათაო ოფისში მოისმინა. TBC ბანკის ლიდერშიპი ინვესტორებს სტრატეგიულ გეგმებს, კითხვა-პასუხის და პრეზენტაციების რეჟიმში დაახლოებით 4 საათის განმავლობაში აცნობდა. ინტერესი რომ მაღალი იყო, ამას დასმული კითხვების რაოდენობაც მეუთითებდა. ჩვენ TBC ჯგუფი 2-3 წელიწადში ერთხელ ტრადიციულად მართავთ შეკრებას სტრატეგიის დღეს ჩვენ ინვესტორებთან ერთად, სადაც გავაცნობთ როგორც ჩვენ შედეგებს, ასევე სამომავლო ამბიციებს. ტრადიციულად ეს შეკრებები იმართებოდა საქართველოში და ლონდონში. ჩვენ ლონდონში დალისტებული კომპანია ვართ. წელს გადავწყვიტეთ, რომ ჩაგვეტარებინა სტრატეგიის დღე ნიუ-იორკში, ჩვენი პარტნიორი ბანკი City ბანკის ოფისში. ერთ-ერთი მიზეზი ამის არის ის, რომ ჩვენი ინვესტორების 25% სწორედ ამერიკიდან არის. რაზე ვსაუბრობ დღეს? კონკრეტულად საქართველოს პერსპექტივაში ჩვენ გავაცნით ჩვენი ზრდის ამბიციები, ძალიან ბევრი მიმართულებით გვაქვს, ძალიან ამბიციური გეგმები, რომ შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ ჩვენი ბაზარზე დომინაცია, მაგრამ ამასთან ერთად ვსაუბრობდით მოკლედ ჩვენ კლიენტებთან პრიორიტეტებზე და ჩვენი პრიორიტეტი იქნება კლიენტების საჭიროებების გაგება, წინასწარ განჭრედა და ამაზე დაფუძნებით მერე უკვე კონკრეტული ინოვაციური სერვისების მიწოდება. ეს ამან კონკრეტულად ჩვენ კლიენტებს უნდა მისცეს გამარტივება, უფრო ნაკლები დროის დახარჯვა ფინანსურ სერვისებზე და მაქსიმალურად ერთი ფანჯრის პრინციპით სერვისის მიღება TBC-ის ეკოსისტემაში. ამ ყველაფერმა უნდა უპასუხოს ჩვენს მისიას და გაუმარტივოს ჩვენს მომხმარებელებს მათი ცხოვრება ყოველდღიურობაში. ამ ჯგუფის მიზნები და ხედვები უკვე დიდი ხანია გაცდა საქართველოს მასშტაბებს. ამაზე უზბეკეთში TBC-ს გამოჩენაც მიუთითებს, სადაც TBC უზბეკეთს თითქმის 23 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. So this was a really important event for us. ძალიან ბევრი ინვესტორი ესწრებოდა ამ დღეს. ჩვენს ჯგუფს ძალიან მკაფიო გზავნილები ჰქონდა, როგორც ინვესტორებისთვის, ასევე სტეიქჰოლდერებისთვის, აქციონერებისთვის. უზბეკეთის ბაზარზე გრძელვადი ამ პერსპექტივაში ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს. მომდევნო 4-5 წლის განმავლობაში ჩვენი მიზანია 10 მილიონ აქტიურ მომხმარებელს მივახციოთ. ასევე განვიხილავთ შემოსავლებისა და საკრედიტო პორტფელების ზრდას. ნიუ-იორკში TBC ჯგუფის ვიზიტი, სადაც მათი ინვესტორების 25%-ია თამოყრილი, ამით სრულდება. თუმცა TBC-ის სტრატეგიის დღეს მოულოდნელობის გარეშე არ ჩაუვლია. ფორუმის ერთ-ერთი მთავარი სტუმარი მერებ დვალიშვილი იყო, რომელმაც TBC ბანკის განახლებული მობაილ აპი თვითონმე დატესტა და აქციებითაც დაინტერესდა. მოკლედ, მომავალი 5 წლის განმავლობაში TBC-ის სტრატეგია ერთი სიტყვით რომ შევაჯამოთ, ასეთია. TBC ამარტივებს.